უბედური სარჩობელაზე ჩამოეკიდა. ქანაობა დაიწყო და ფორთხალი. დიდხანს იქნევა საწყალმა ფეხები. დილამდე რო სულ ეგრე იქნევა ფეხები, მაინც არ დავიჯერებ, ამბობდა თავისთვის პეტრე. ცოტანა მას ახავს რეალობას ისე ზუსტად, როგორც ილიას ეს 150 წლის წინ დაწერილი მოთხრობა. ჩვენ დღეს ყოველ დღე უყურებთ, როგორ არჩობენ ჩვენს მომავალს, როგორ გვართმევენ ღირსებას და თავისუფლებას და როგორ აიძულებენ ახალგაზრდებს დატოვონ საკუთარი ქვეყანა. დღეს ჩვენ ვართ პეტრე, თამაშა კი რეჟიმის პროპაგანდაა, რომლის დაჯერებაც ასე გვირჩევნია, ვიდრე სიმართლეს გავუსწოროთ თვალი. როცა სისტემა ვინმეს მოღალატედ თუ აგენტად რაცხავს, ჩვენს გვირჩევნია თავი მოვიტყოთ და დავიმშვიდოთ და ვიძახოთ, რომ აბა ტყუილად ხომ არ იტყოდნენ ამას. როცა აქციაზე მორიგ ახალგაზრდას იჭერენ, ჩვენ ფიქრობთ, რომ ალბათ რაღაც დააშავა ტყუილად ხომ არავის იჭერენ. როცა განსხვავებული აზრის გამო ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებენ, ჩვენ ჩურჩულებთ, რომ აი პოლიტიკაში არ უნდა ჩარეული იყო, თავის საქმე უნდა ეკეთებინა. როცა ვხედავთ მძულებ დალეწილ ახალგაზრდებს და ვიცით, რომ ამის გამო არავინ დაჯილა, ჩვენ ვამბობთ, რომ ალბათ სხვა ქვეყნებშიც ასე ხდება და არ აუშავს. ჩვენ ვიჯერებთ ამ ყველაფერს არა იმიტომ, რომ ეს დამაჯერებელია, არამედ იმიტომ, რომ ეს უფრო ადვილია, ვიდრე იმის აღიარება, რომ ჩვენს თვალწინ უსამართლობა ხდება და ჩვენ კი არაფერს ვაკეთებთ. მაგრამ პეტრეს თავის მოტყუებამ რეალობა არ შეცვალა. ბიჭი სარჩობელაზე მაინც ჩამოუხჩეს. არც ჩვენ გვიშველის თავის მოტყუება. თუ ქვეყანაში გაგრძელდება თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის დევნა, ქვეყანა უბრალოდ დაიცლება ახალგაზრდებისგან და მათი ჩანაცვლება მოხდება უცხოელებით, რომლებსაც არ ადარდებთ არც თავისუფლება და არც ქართველობა. ბოლოს კი, როდესაც შეგვჩება დაკარგული და ღირსება აყრილი ქვეყანა, რომელიც აღარ გავს იმ საქართველოს, რომელიც გვახსოვდა, ჩვენი შვილები აუცილებლად მოგვიბრუნდებიან და გვკითხავენ. განა თქვენ არ მიიყვანეთ ქვეყანას სარჩობელამდე, განა თქვენ არ უყურებთ ამ ყველაფერს, როგორც სეირს, რომელიც თითქოს თქვენ არ გეხებოდათ.